ესეც სექტემბრის ბოლოა დაახლოებით და წავიდეთ დავიტვირთოთ ცარიელი ტარა ოპელის თვის. ესე იგი ესეთი რეისი მექნება დღეს ეტლინგენში უნდა დავიტვირთო, აქვე არის სადაც ვდგავარ. ეხლა ვარ ჰოკენჰაიმთან 6-იან ავტობანზე. წავიდეთ დავიტვირთოთ და გზად საწვავს დავამატებ პლუს ბაზაზე შევივლი რომ ნამუშევარი დოკუმენტაცია ჩავაბარო. ცოტა ვიზუალური განახლებები შევძინე ჩემ მანქანას. რა ლამაზია. რავი, ჯერჯერობით მომწონს. მერეც მომეწონება. ესე მგონია. წავედით ახლა ესე შემოვუაროთ. დავაკვირდეთ. ხო არაფერი არის გახსნილი. სადმე საბურავს ხო არ აქვს რაიმე დაზიანება ვიზუალური. ხო არ არის სადმე ესეთ ადგილებში გაჭრილი, მისაბმელი. ზედა კუთხე. ამავდროულად ქვედა კუთხეც გაბარიტებიც გვაქვს. აქეთან მხარეც ჯანმრთელად გამოიყურება. პარკინგია ახლა ისეთი აქ. ესეთი რამეები რაც საფრანგეთში ან სხვა ქვეყნებში ხდება ნაკლებად. მაგრამ შესაძლებელია რა. ეგეთი რამე ყველგან შეიძლება მოხდეს. შეგვიძლია დავიძრათ უკვე 5 წუთი არის რაც ჩაქუჩებზე დავდექი. აქაც ცოტა შეცვლილი მაქვს სიტუაცია. იქიდან გამომდინარე რომ ტომტომი გადავიტანე პლანშეტზე. უფრო მოსახერხებელია ჩემი აზრით. ცოტა მიუჩვეველი ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევ, იმიტომ რომ ტელეფონზე მქონდა ძირითადად და ვიზუალურად ცოტა უცნაურია ჩემი თვალისთვის. ესეთი მოკლე და მსუბუქი ტვირთი აქვთ არაგაბარიტულ მანქანებს. თქმა უნდა გადატანით მნიშვნელობით. ყოველთვის მაინტერესებდა და მაინტერესებს მაგ ტვირთის ტარება რამდენად კომფორტულია. მივახლოდი ჩემ დატვირთვის წერტილს უბრალოდ ისეთი ცუდი ამინდი ჩამოდგა. წესით დღე უნდა იყოს, მაგრამ მაინც არ არის საამაყო განათება. ვით სატვირთოზე ნამუშევარია ეცოდინება, რომ ცარიელი სატვირთო სველ გზაზე ბევრად ცუდი არის, ვიდრე დატვირთულმა რომ იმოძრაო. მე პირადად დატვირთული მირჩევნია სიარული. მე ძალიან მნიშვნელოვანია აქ ესეთი რაღაცის გაკეთება. მე რო ვიყო სარკის ინჟინერი, ისეთ რამეს დავაყენებდი, რომ ჰაერით იწმინდებოდეს ტრაილერზე. აქვს ეს ფუნქცია კი ბატონო, რომელთაც ცხელდება შიგნით ჩაშენებული სპირალი და იმ სპირალის გაცხელებით შრება სარკეც, მაგრამ გაშრობის შემდეგ ტოვებს ლაქებს რაღაცნაირად. წერტილებს იმის რაც ზედ გახმება წყლის სახით. ხო და მერე საწმენდი გვიხდება სარკეები. აი ზუსტად ამას ვიძახდი. სველ გზაზე მოცურების საშიშროება დიდია და ამიტომ ჯობია რომ ფრთხილად ვიაროთ ყველან. აი ესეთი რამე რომ არ დაგვემართოს. საბედნიეროდ კარგად იყო აშკარად ორივე ცხოლი. მანქანა იქნებოდა ალბათ ცუდად. გზის ბოლოში არის ცოტა არასაამაყო გასახვევი, სადაც უნდა შევიდე და სიტუაცია არის რაში. მარჯვნივ შევდივართ ეხლა კი ვნახავთ ვიზუალურად და მაშინვე მარცხნივ უნდა წავიდეთ და ამავდროულად რელსებს კვეთავთ. აი, ორ ხმაში რა, ესე იგი ინგლისურათაც და რუსულათაც მაქვს ნავიგაცია რა და ერთი მჭირდება კიდევ ალბათ ქართულად რა. და იქნება სამხმოვანი. რა თქმა უნდა, შლაგბაუმები გვაქვს, ყველაფერი აქ არის მოწესრიგებულად გაკეთებული, რომ
კომფორტულად შევიდეთ. უბრალოდ ეხლა აი აქ ცოტა შორს უნდა გავქაჩოთ მანქანა და მე უფრო მარცხნივ რომ აქ გაიხარე ძმაო, მადლობა. გადაწია ჩვენმა გერმანელმა მოქალაქემ სავარაუდოდ მანქანა რომ დამინახა რომ შემოვდიოდი ცოტა მოძვინული მანქანით. აი აქ გავლა გამიჭირდება, აქ ვერ გავალ. ცოტაც და გავძვერით დაამაყოთ. რას ვიზავთ ხანდახან ესეც ხდება. საბურავი რო არ მინდა რომ გავაფუჭო, ამაშია საქმე უბრალოდ, თორე ცოტათი კიდევ მარჯვნივ რომ იმეწია, ალბათ ბარდიულზე ავიდოდი და ბარდიულზე ამ ხელა მანქანით ასვლა არ არის კარგი, იმიტომ რომ გვერდს აზიანებს საბურავის მაინც ყველა ვარიანტში. მოვედით ჩვენ დანიშნულების წერტილზე ამასობაში. სადაც მანქანა უკვე დგას და იცლება. ესეც ასე ყველაფერი ცნობილია რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ეს შეგვიძლია ჩავაყენოთ ჩვენი მანქანა და დასაწყისად ცოტა არასაამაყო შესასვლელი აქვს. რამ ეცია, მაგრამ შეუძლებელი არაფერი. რომ კედელთან ძალიან ახლოსაა და ახლოს მიდიხარ კედელთან და თან ვერ ხედავ რომ მხარეს რომელი მხარითაც მიდიხარ ძალიან ცუდია. ესეთ მომენტში უნდა ვიხელმძღვანელოთ უფრო დახაზით ვიდრე სხვა რაღაც. მაგრამ ნახაზით რო ამ შემთხვევაში არასწორად არის დახაზული, ეგ არის ყველაზე ცუდი. გავჩერდით, დავიწყებთ ახლა დატვირთვას, ალევე მორჩებით და გავაგრძელებთ უკვე საწვავის შესაწყნელად მოძრაობას. დავიტვირთე, გამპიდან პირდაპირ არაფერი რთული ტვირთი აქ არ არის, ძირითადად ეს და იგივე სახის ტვირთი დაგვაქვს. ერთი ხელით ცოტა არასაამაყოა, მაგრამ შესაძლებელი. აი ამ ადგილს უნდა ვუფრთხილდე, მაგრამ თუ ხელზე არ გაცვია ხელთათმან, იმიტომ რომ ისე იცის ყოლა თითმა ერთს მიხვდება. პაკეტილია ზემოთაც, ქვემოთაც. და ამ სიმაღლეზე რო არ იყოს აწეული, ეს გამოუწიოთ და ჩვენი მისაბნელის დაბრა დაიწევა. დავიძარით ალდორფისკენ. დასატრიალებელი ადგილი, როგორც თქვით, თლაც საამაყო არ არის, მაგრამ შეუძლებელიც არ არის. უბრალოდ შესაძლებელია, რომ ამაზე უკეთესი ადგილი იყოს გამოყოფილი სატვირთო მანქანისთვის, რა. აი, ჩემი ნავიგატორი მეუბნება turn around when it's possible. ნავიგატორი ამას უნდა გეუბნებოდეს. ნავიგაცია გჭირდება იმისთვის, რომ იცოდე when it's possible. ჩემი მისაბნელი სად მოვიდა. აი ესე ვიწევს ხანდახან საკმაოდ ვიწრო ადგილებში დატრიალება, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად არ გამოვა ჩვენი გასვლა ქარხნიდან. შორი კუთხის აღება კიდე აი ზუსტად აი ესეთი რაღაცეებისთვის გვიწევს, რომ უბრალოდ ახლოს არ მოგვიწიოს გავლა მოსაყოლთან.
მივედი უკვე საწვავის შესასხმელად. წვიმიანი ამინდია და სტანდარტულად წვიმიან ამინდში თითქმის ყოველთვის არის ხოლმე საცობები და აქედან გამომდინარე დღეს გამონაკლისი არ ყოფილა. საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა ეხლა ამ მოკლე მანძილის გასავლელად. ხილობენ შედარებით უფრო ნელა დადიან ყველა, როდესაც ნაწვიმია და რიგ შემთხვევებში, როგორც წეღან უნახეთ, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, ამიტომ მაინც მაქსიმალურად ჯობია, რომ ვიფრთხილოთ სველ ამინდში. ეს დასახლება ვალდორფში. გზის გასახვევებთან ესე ყურადღებით იყავით აუცილებლად, ძირითადად როდესაც უკვე მარჯვნივ გზის დათმობის ვალდებულება გექმნება. ძალიან უცნაური ამბავია. რატოღაც უმლეითუნგი შემხვდა ეხლა, რომ პირდაპირ უნდა გავაგრძელო გზა და არ მქონდა უფლება მარცხნივ შესვლის და ამიტომ მეც გავაგზელე პირდაპირ და ვარაუდობ ესე შევძლებ რომ მივიდე. ვინაიდან სხვანაირი ვარიანტი არ მაქვს. BYD გერმანიაში ყოფილა ჩინური წარმოების მანქანები. მაგრამ ესეც ქვეყანაში, სადაც BMW, Audi, Mercedes და ასე შემდეგ არის. Porsche-ც მათ შორის არ ვიცი, მე პირადად არ მიმაჩნია ლამაზად, რომ ჩინური მანქანით იარო. არ ვიცი, უმლეითუნგს შემოვყევი და შემოვედი, მაგრამ ჩემ წინ დავინახე, რომ ტრაილერი პირდაპირ შევიდა და გადაკეტილი იყო ჩემთვის და არ ვიცი, ამათვის ალბათ არ არის გადაკეტილი რა და მე ნიშნებს ძირითადად მაინც ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. ამ შემთხვევაშიც ესე მერჩივნა ნიშნებით მოვსულიყავი ვიდრე ნავიგაციით. თითქოს ჩქარა, მაგრამ საკმაოდ ნელა მიდის დიზელი ამ ხოლმე მანქანაში, იმიტომ რომ ამ 10 და 20 ლიტრზე არ არის საუბარი და არის 100-200-ან 1000 ლიტრზე საერთოდ. ამიტომ დრო ჭირდება ამ დიზელის შევსებას მანქანაში. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი. დანამატი რა Euro 6-ისთვის, რომელიც აუცილებელია Euro 6 მანქანებზე, რომლებსაც ადგილო აქვს, რომ ჩავასხათ, თორემ შეიძლება ძრავი დავაზიანოთ. ეს პატარა აუზი არის და მალევე გაივსება მაქსიმუმ 100 ლიტრი ჩადის ჩემ კონკრეტულ მანქანაში. და გავაგრძელებთ ბაზისკენ მოძრაობას უკვე, რომელიც აქვე არის ჰაიდელბერგში. აი ესეთ ტელეპორტი გავაკეთე უკვე ჰაიდელბერგში, გადმოვფრინდი ნუსლოხის დასახლებაში. შეიძლება ზუსტად ვერ ვიძახდე ვერც ერთ სიტყვას, ვერც მეორე სიტყვას, ვინც გერმანული იცის, შეიძლება იმან თქვას, რომ რა საშინლად ამბობს დასახელებებს ქალაქისო, მაგრამ რასაც ვკითხულობ იდეაში იმასვე ვამბობ. საერთოდ ეს 100 S2S რომ აქვს გერმანელებს ვმეგონა ყოველთვის. მოდი ახლა ეს ნავიგაცია გამორთოთ, თორე ძალიან ბევრს ლაპარაკობს და აღარა მაქვს მაგის ნერვები სიმართლე რომ ვთქვა. ახლა უნდა დავალოდოთ უკვე აქ გავლას, მაგრამ როგორც ჩანს ტრაილერმა შეანელა ძალიან კარგად და იდეალურად გამოვედ. მაგრამ სამწუხაროდ გერმანიაში არის ხოლმე რიგი შემთხვევები, როდესაც რომ დაგინახავენ ტრაილერს, ცდილობენ რომ გაგასტრონ რა, ესე ვთქვათ. აქ ვერ შევალთ ჩვენ ახლა, სანამ სუბუქი ავტომობილი არ გამოვა მოსახვევიდან, ამიტომ კი ვართ პრიორიტეტი ამ გზაზე, მაგრამ ყველა ვარიანტში უნდა დაველოდოთ მას. გამოვიდა ის და ახლა ჩვენ შეგვიძლია უკვე შევიდეთ თავისუფლად.
რადგან აი მოხოვის კუთხე იმდენად დიდი მაქვს, მას შეიძლება მანქანაზე ზედ გადაუვარო ჩემი მისაბმელით. ესეთ მონიშნებზე კიდევ აუცილებლად გაითვალისწინეთ და დააკვირდით, რომ ჩვენ უთმობთ ყოველთვის მარჯვენა მხარეს და აქედან შეიძლება გამოდიოდეს მანქანა და საერთოდ არც კი გამოიხედოს მარცხნივ ისე გააგრძელოს მოძრაობა. გერმანელები როგორც წესის მოყვარულები არიან, ასევე ამ წესის დამცველი ხალხი არის და აქედან გამომდინარე იმას არც უყურებენ, რომ შეიძლება ვინმე მას არ ყვევდეს. არ არის გამორიცხული, გამოსვლისას საერთოდ არც კი დააკვირდეს მონაკვეთი არის თუ არა რაიმე სახის მოძრაობა. აი ესეთი რაღაცეები კიდე მე ძალიან არ მიყვარს. აი როგორ დგას მოსახვევში, ხო, ყველა ვაფიქსირებთ ამას. ნახევრად გადმოსული არის გზაზე და მე მარცხნივ უნდა შევიდე და აი აქ რაღაცა ძალიან არ მიყვარს ეს ადგილებში აი ესე შესვლა მე. სადაც მარჯვნივაც მანქანა დგას, მარცხნივაც მანქანა დგას, თან პლუს აი ესეთი რაღაცეები არის დალაგებული გზაზე და არ ვიცი ეს საგამოცდო მოედანი მგონია ხოლმე ხანდახან ეს ადგილი შემოსასვლელად რა. რას ვიზავთ? ხდება. ვიწროვეები გვაქვს ხანდახან. დროთა განმავლობაში ამებს ვეჩვევით ყველაფერს. ჩვენ გავაჩეროთ ჩვენი მანქანა აქვს სადმე და როგორც თქვი, დოკუმენტაცია დავტოვოთ ფირმაში. ესენი ჩვენი შლუნდის მისაბმელები. A few moments later. შორის ეს ძალიან ლამაზი რაღაცა არის, ხამით ძალიან კარგად ჩანს, რო შევხედე ჩემსავე მანქანას. სულ ეს იყო. ბაზაზე შემოვედით, საბუთები დავტოვეთ. საბუთებში მე გულისხმობ სამუშაო დოკუმენტებს, რომლებიც ვიმუშავეთ, ასე ვთქვათ უკვე და უნდა დავტოვოთ. CMR-ები. გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები. შეგვიძლია გავაგრძელოთ გზა ბოხუმის მიმართულებით ოპელში, სადაც ხვალ საღამოს გვექნება ტვირთის დაცლა. 4 საათი და 42 წუთი მიჩვენა ერთმა ნავიგატორმა და მეორემ 4 საათი და 10 წუთი. ნუ იდეაში 4 და 10 უფრო რეალურია ამ შემთხვევაში, მაგრამ აქ პრობლემა არის იმაში, რომ 4 და 10-ს რო დამჭირდეს, ისეთი ქალაქები უნდა გავიაროთ, რომელ ქალაქებშიც აუცილებლად მომიწევს საცობში გაჭედვა. ამიტომ გზაში ერთი პაუზა მაინც დამჭირდება. ამიტომ გავაკეთე 15 წუთიანი პაუზა ადგილზე. ამის შემდეგ უკვე გამოვედი გზაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ 15 წუთ პაუზის შემდეგ მხოლოდ 9 საათი მომიწევს გაჩერება გზად. ანუ 45 წუთიანი პაუზა შეგვიძლია გავყოთ 15 და 30 წუთებად. ამინდი ისევ ისეთი არაფერი არ შეცვლილა, სადღაც 180 კილომეტრი გავიარე, მაგრამ მაინც ღრუბლიანი, მაინც წვიმიანი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სადაც მივალ, იქაც ესეთი ამინდი დამხვდება ალბათ. ორიოდე სიტყვა მინდა თქვა ვიდეოების განახლებაზე. მაინც როდესაც დრო მაქვს, ვცდილობ რაღაცა გადავიღო და ავტვირთო უბრალოდ ნახვების რაოდენობის მიხედვით და ზოგადად აქტივობის მიხედვით არხზე იმდენად დაბალია აქტივობა და ყურება ვიდეოების, რომ ხშირად ვიდეოს ატვირთვა რაღაც არ ჯდება თითქოს ლოგიკაში, იმიტომ რომ რა ვიდეოებიც მაქვს ატვირთული, იმ ვიდეოებზეც არ არის ისეთი ნახვა, რომ ახალი კიდევ დავამატო. ამას რატო ვიძახი? თუ ვიდეო არ იქნება აქტიური და არ იქნება ყურება, მაშინ ვიდეოს ატვირთვას აზრი დიდად ეკარგება. და წინა ვიდეოებშიც ისიც თქვი და დავამატებ, რომ ძირითადად ერთ და იგივე არის ჩემი მუშაობის პრინციპი ამ ბოლო პერიოდში და არაფერი არ იცვლება დიდად. აქედან გამომდინარე ახალის დადებაც
ამ თემიდან გამომდინარეც უფრო სწორედ შეიძლება ითქვას, რომ აზრი არ აქვს, მაგრამ როდესაც მექნება რაიმე განსხვავებული, ისეთი რომელიც შეიძლება ჩემარხსი არ იყოს, აუცილებლად შემოგთავაზებ და დავამატებ ვიდეოს არხზე. და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ვიდეოს ხანგრძლივობა შევამოკლო, იმიტომ რომ სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც მე ვადევნებ თვალყურს ასე თუ ისე, რაც უფრო დიდია ვიდეო, მით უფრო ნაკლებია ყურება. ამიტომ აი ესეთი ნიუანსები არის არხზე და აქედან გამომდინარე შეიძლება დიდი ხანი ვიდეოები არ აიტვირთოს ხოლმე. ვერაფერს ვერ ვიზავ ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქტივობიდან გამომდინარე ვტვირთა ვიდეოს და თუ აქტივობა არ არის, ვიდეოს ატვირთვასაც აზრი არ აქვს. მაგალითისთვის წინა ვიდეო რო ავიღოთ, ან მის წინა ვიდეო რო ავიღოთ, 1000 ნახვაც არ აქვს და 1000 ნახვა უბრალოდ აქტივობაზე მაქვს საუბარი, თორე აქ შემიძლია ისიც თქვა, რომ მონეტიზაცია არხზე არ არის, არაფერს არ აკეთებს და არ არის ჩემი პრიორიტეტი ის, რომ მაინც და მაინც მონეტიზაცია მქონდეს და მის გამო მინდოდეს ბევრი ნახვა. თავიდანვე ამას ვიძახდი, ვისაც აინტერესებს, მას შეუძლია რომ გამოიწეროს არხი, მაგრამ უცნაური ის ფაქტია, რომ ამ ეტაპისთვის, როდესაც ამ ვიდეოს ვიღებ, არხს ყავს 1500-ზე მეტი გამომწერი და ნახვა 1000-იც არ აქვს ვიდეოს, რომელიც ავტვირთებ ბოლო და მის წინა. Anyways, იდეას მიხვდებოდით, რასაც ვამბობ და დანარჩენი შევხედოთ უკვე როგორ და რანაირად განვითარდება სიტუაცია და მოვლენები. A3 გზა, სადაც გასწრება არ შეიძლება და მივდივართ 60 კმ/სთ. არის კატასტროფა. ვიღაცა წინ მიდის ისეთი დატვირთული, რომ ფიზიკურად ვეღარ გადაადგილდება. მოკლედ 3 საათის გზა მაქვს დარჩენილი. შევდივარ პარკინგზე, 9 საათი პაუზაზე დავდგები და მერე უკვე ერთი მთლიანი დროით ჩავალ ქალაქ ბოხუმში. როგორც ვატყობ, აქ წინ გასაჩერებლები არ გვაქვს. ძირითადად 9 საათის გამო შევდივარ ხოლმე არაგაბარიტული ტრანსპორტის გასაჩერებელ წერტილზე, მაგრამ რახან არ გვაქვს მაშინ წავიდეთ პირდაპირ აქ, როგორც ჩანს გადაკეტილი აქვთ გზა და რაღაცას ამზადებენ. Через 400 метров выезжайте на автостраду. ალბათ პოლიციელები შემოწმების მიზნით, რომ აქ მერე შემოიყვანენ მანქანებს და შეამოწმენ. საშინლად დგანან, აი უბრალოდ ძალიან არალოგიკურად დგანან ტრაილერები და არ ვიცი რა ვიცი, დახაზვა თუ არ არის გაკეთებული, მონახაზი თუ არ არის გაკეთებული, ესე იგი გაჩერება მგონი არ შეუძლიათ სატვირთოს მძღოლებს ზოგს, ყველაზე არ მაქვს საუბარი, არიან, მაგრამ კიდევ კარგი რომ ცოტანი ვინც როგორ მომენტია, პატივს არცემენ იმას, რომ შეიძლება მათ გარდა სხვაც გაჩერდეს რა იმ ადგილას რა. მე რომ ვაჩერებ პირადად მანქანა და ვიმედოვნებ, რომ ბევრი მძღოლი ესე იქნება, ვწმუნდები იმაში, რომ აი ჩემს გარდა სხვა ჩემოა გაჩერდება. ამ არაგაბარიტულ ტრანსპორტსაც არ შეუქმნი პრობლემას გასვლის დროს. ჩვენ 9 საათით გავიდა ამასობაში და დავიძარი უკვე ნაჭამი. არა, ნამდვილად ესე არის რა, რომ ჭამა ადამიანის ხასიათზე მოქმედებსო. Через 100 метров выезжайте на автостраду. 3 საათის გზა მაქვს დარჩენილი. 3 საათში მივალ ქალაქ ბოხუმში და მერე უკვე დავდგები პაუზაზე და ამ პაუზის პერიოდში მაღაზიაშიც გავალ აუცილებლად რომ შევივსო მარაგი. იმიტომ რომ სამწუხაროა რომ სამიან ავტობანზე გერმანიაში უმეტეს წილად გასწრება აკრძალულია სრულად. გერმანიაში არის ნიშნები, სადაც საღამოს საათებში შეგიძლია სატვირთოთი გადაასწრო მოძრაობის მონაწილეებს, მაგრამ აქ საერთო ბანი არის.
ამიტომ გვიწევს ესე ხანდახან, როდესაც არ ვართ ძალიან დატვირთულ ტრაილერებს უკან მივყვეთ 70-ით, 50-ით, 65-ით და ასე შემდეგ. დიდად რისკი იმისა, რომ გაასწრო თუ არ გეჩქარება, მე მგონი არა აქვს მაგას ძალიან ისეთი მნიშვნელობა რა და გადამწყვეტი აზრი. ჯობია მაინც მიყვე უკან და როდესაც გაასწრება შესაძლებელი იქნება, იქ გადაასწრო, მაგრამ აქაც ხანდახან არ ვიცი, მე მემართება შეიძლება ეგეთი რაღაცა, როდესაც გასწრება ნებადართულია ის ტრაილერები, რომლებიც მიდიოდნენ 75-ით და 80-ით, მიდიან 90-ით. მესმის ის ფაქტიც, რომ შეიძლება უკან მიყვებოდეს ისეც, რომელიც წინ აფერხებს, მაგრამ მე იმაზე მაქვს უშუალოდ საუბარი, წინ რომ არაფერი შეფერხება არ აქვს და 80-ზე მეტით არ მიდიან, სადაც გასწრება არ შეიძლება და უკვე მერე 90-ით აგრძელებენ მოძრაობას. ამ ეტაპისთვის თვალსაჩინო მაგალითად ვერ გამოვიყენებ, მაგრამ 70-ით მივდიოდით და ამ წუთას 90-ით მივდივარ, გასწრება მოიხსნა, ვეღარ ვეწევი. კი, გასაგებია და მესმის, რომ იქ აღმართი იყო შედარებით ესეც, მაგრამ ფაქტია 90-ით მივდივარ და ვეღარ ვეწევი. როდესაც სწორზეც თითქმის ვეწეოდი. ეს არის ჩემთვის ამოუხსნელი ამოცანა გერმანიაში რატო ხდება ეს. ალბათ ხო, ამანაც დაიწყო გადასწრება. ესე იგი ამას წინ აფერხებდა ვიღაცა ალბათ, ხო, ეს რაღაც ოდნავ არაგაბარიტული მანქანა, რომელიც ცარიელია, მაგრამ მაინც ნელა მინს. ესეც ხდება ხოლმე. საცობი არის წინ დაახლოებით 7 კილომეტრიანი, როგორც ნავიგატორი მიჩვენებს და სავარაუდოდ ამ 7 კილომეტრს 1.5 საათი მომუნდები ალბათ რომ გავიარო. ამ ეტაპზე მეორე ხაზში გადმოსვლა შეიძლება და ამიტომ მეორე ხაზიდან მივუყვები ამ საცობს, როცა არ შეიძლება და უკვე ამგზალავი გვაქვს გასწრებაზე, მაინც ვცდილობ ხოლმე რომ პირველ რიგში ჩავდგე, იმიტომ რომ პოლიციამ რომ გამოიაროს, მაინც არაა საამაყო ეგ მომენტი. იმედი მაქვს მალე მორჩება ეს საცობი და ავალ დაცლის წერტილთან. Take the exit 40, then turn left. ესეც ასე მოვედით ბოხუმთან, საკმაოდ დიდი საცობები მომიწია, ამიტომ დროც ძალიან გამეწელა, როგორც ხდება ხოლმე წვიმიან ამინში გერმანიაში, ახლა ეს ვინც აქ მოძრაობს, თითქმის ყველას ეწოდინება. გერმანიაში შტაო ძალიან უყვართ. Turn left, L649, then turn right. After 100 meters, turn right, it's 500 from Fundreisig. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიაში უმეტეს ნაწილში ერთი და იგივე ტემპერატურაა და საკმაოდ დაბალი.
11 გრადუსია ისევ აქ. დაახლოებით 400 კილომეტრი გამოვიარე საშუალოდ, პლუს მინუს. და სტაბილურად ერთ იგივე ტემპერატურა არის ყველგან, ზოგან წვიმს და ზოგან უბრალოდ ღრუბლიანი ამინდია ამ შემთხვევაშიც. უბრალოდ ღრუბლიანი ამინდი არის ამ დასახლებაში. And take the fourth exit. ათომღაც ჩემი ნავიგატორი ცდება და მეუბნება რომ უნდა მოუტრიალდე და ამ კრუგზე უკან გამოვიდე ისევე და არ ვიცი რატო ჩათვალა რომ ეგრე უნდა მოვიქცე არ ვიცი, მაგრამ ხანდახან კარგი ნავიგატორიც ცდება, ამიტომ უნდა დაუჯეროთ და ისე გავაკეთოთ როგორც ჩვენ თვლით საჭიროდ. Sharp left, it's 500 from Fundraisig. Then, go right on the roundabout. Turn around when possible. Then, go straight. Turn around when it's possible. It's not possible. At the end of the road, turn left. Then, კარგი turn იქნებოდა რომ left. აქ ჩამეყენებინა, მაგრამ აქ ვერ ჩავაყენებ, მე რასაც უყურებ. თუ ჩავაყენებ, უნდა ჩავაყენო პირველ ერთენზე. იმიტომ რომ ის მანქანა ისე იდგა, თანაირად არ გამოვიდოდა. მოვედით. დღევანდელი ეპიზოდი ამით დავამთავროთ. მე როგორც კი წავალ მაღაზიაზე, რაღაც საკითხებს მოვაგვარებ, დავბრუნდები და დავისვანებ. დავისვენებ. ეს როგორ მოგწონთ, მე კომენტარებში დამიწერეთ. დროებით.